ალბათ მადონა ჯუღელია ჩვენი სტუმარი და მედიცინის აკადემიური დოქტორი. იქნები ძალიან მიკერძებული და ვიტყვი რომ ყოველთვის როდესაც თქვენ ხართ ჩვენი სტუმარი, მაყურებლის ძალიან დიდი ინტერესი და მადლიერება მოდის ჩვენს მიმართ, იმიტომ რომ იმდენ საინტერესო და მნიშვნელოვან ამბავს გვიყვებით, რაც ჩვენთვის აქამდე იყო უცნობი და მადლობა რომ გვესწავლეთ და საერთოდ მოკალაცდებით კარგად. კარგ გენეტიკასთან ერთად ახალგაზრდობაში ჩადებულ სწორ ინვესტიციას აქვს ყველაზე დიდი ძალა და კარგი შედეგი იმისთვის, რომ ეს დროის დინება გადავავადოთ, ასე ვთქვათ, ხო და ამ ყველაფერზე ალბათ ვინ თუ არა თქვენ უკეთს გვეტყვით რჩევებს. მით უმეტეს ალბათ ჩვენს ირგვლივ ყავს ნაცნობები ადამიანები, რომლებიც თავის ასაკთან შედარებით გაცილებით უფრო მხნედ და ახალგაზრდულად გამოიყურებიან და პირიქით. ადამიანები, რომლებსაც მეტად ეტყობათ ხოლმე ასაკის კვალი. ძალიან ახალგაზრდა იყოს და ასაკის კვალი მკვეთრად იყოს გამოხატული. და სხვათა შორის იქიდან გამომდინარე დავიწყეთ ამ თემაზე ფიქრი, ადრე ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ რაღაცა გარემო ფაქტორები, გენეტიკა იყო წამყვანი მნიშვნელოვანი იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ ვბერდებით ჩვენ. თუმცა ახალი კვლევების თანახმად ყველაზე დიდი მნიშვნელობა, როგორც ირკვევა, ეს არის ჩვენი ჰორმონალური ფონი. ის თემა, რომელსაც ადრე არც ვიცოდით კარგად იდეაში, ხო, ესე შესწავლილი არის, ხო, ბევრი თემის თან სოციუმში უფრო მეტად არის ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ გარეგნული ზრუნვა ასაკთან ბრძოლის დროს საკმარისია იმისთვის, რომ შევებრძოლოთ მას. თუმცა კოსმეტიკური ინექციებზე და პლასტიკურ ქირურგიაზე მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმის მდგომარეობა და სწორედ ამ თემაზე სასაუბროთ. ეს ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმარი, ჩვენგანი ყურადღებით გისმენთ. და რა საკითხი მაყურებლის ასევე. პირველი ალბათ დავიწყოთ იქიდან, რა საკიდან უნდა დავიწყოთ ამ ყველაფერზე ფიქრი და ზრუნვა. თქვენი რჩევით. ბავშვობიდან. ბავშვობიდან. აი, ამ პასუხს ველოდი ზუსტად. და რა ფორმით? მაშინ უკვე მივყვეთ ამას. ბავშვობა. რა თქმა უნდა, ბავშვობიდან, როგორც იბადება ბავშვი, თქვენ უკვე მივხვდით, რომ უდიდესი როლი აქვს არა მარტო გენეტიკას, არამედ ეპიგენეტიკას, ანუ გარე ფაქტორების, როგორ იზრდება ბავშვი, რა პირობებში, როგორ იკვებება და დღეს როგორც ვიცით, კვებას აქვს უდიდესი როლი. კვებას, ძილს, ფიზიკურ აქტივობას და მე მგონი უკვე დღევანდელ დღეს, უკვე ახალგაზრდა დედებმა ეს ძალიან კარგად იციან, იმიტომ ყველგან ეს წერია, ყველგან ეს ინფორმაცია დევს. და რეალურად გენეტიკას, რა თქმა უნდა, 40% არის გენეტიკა, 60% არის გარე ფაქტორები. როდესაც ვლაპარაკობთ ბავშვი გაიზარდა, მოვიდა პერიოდი მენარხის პერიოდი, ანუ როგორ ყალიბდება მენარხის პერიოდი, ხო? ისევე იგივე, ანუ თუ ბავშვი მოვიდა აქ ნუტრიციული პათოლოგიებით, ანუ პრობლემებით, ეს არის ვიტამინების, მინერალების დეფიციტი, კვების სხვადასხვა ხარვეზები, რა თქმა უნდა, მას მენარხი, ანუ პირველი მენსტრუალური პერიოდი, როდესაც იმას რეპროდუქციული რგოლმა სულ მთლიანად უნდა მოხდეს მისი გადალაგება და ფაქტობრივად ქალობისკენ წასვლა, ამ პერიოდში შეიძლება სხვადასხვა ჩავარდნები მოხდეს. ჩაგიკითხებით, ჩემ ახლობელს ჰქონდა ესეთი შემთხვევა, რომ ბავშვს ძალიან უყვარდა შოკოლადი და ციკლი დაეწყო ძალიან ადრე, 11 წლის, 10-დან 11 წლამდე, რაც ითვლება, თუ არ ვცდები, ადრეულ პერიოდში. და მაშინ, როდესაც მიიყვანეს ექიმთან, უთხრეს, რომ ეს ჭარბი მოხმარება ტკბილის საკვების არაფრით არ შეიძლება განსაკუთრებით გოგონებს. რამდენად მარქმნის ეს აბსოლუტურად. ეს არის მარტივი ნარჩენები, რა თქმა უნდა, ეგ არის ძირ ფაქტორები, რომელიც დაჩქარდა. რეალურად ეს კი ნაადრევი პუბერტატი, რეალურად ეს ამ რაკუშიდებს. როდესაც ჩვენ ვიკვებებით, ანუ დღევანდელი სლოგანი როგორია, იცით? რასაც ვჭამთ, ის ვართ. ანუ როდესაც ვიწყებთ ლაპარაკს პაციენტთან, მეტი წელი იწყება აქედან, რას ჭამთ? თუ ჩვენ ვიკვებებით აი მარტივი ნახშირწყლებით, როგორც არის ტკბილეული, ცომეული, რა თქმა უნდა, ჩვენთან რეალურად რეგულირდება რა, ეს არის ადაპტაციური მექანიზმი იმისი, რომ დღევანდელ დღეს ეს მაყენებს მე სტრესს. იმიტომ ის არ მაძლევს მე საშუალებას, რომ მივიღო ცილა, მივიღო მინერალები, ვიტამინები და მატყუებენ, ანუ ჩემი ენერგეტიკული შესაბამისობა დეფიციტია. ჩემი უჯრედი როგორ უნდა განვითარდეს, როგორ უნდა განვითარდეს საკვერცხე, როგორ უნდა მოხდეს მასში ფოლიკულების განვითარება და გახდეს ის ერთი ფოლიკული მენსტრუალურ ციკლში ერთი დომინანტი. ამას უდიდესი ენერგია უნდა. ხშირად ვასლაპარაკობ ხოლმე, იცით? თქვენი მენსტრუალური ციკლი არის მზადება ორსულობისთვის. ანუ ქალი როცა იბადება, მენარხეს ასაკიდან ეს პროგრამა დევს.
ამ მენსტრუალური ციკლის ერთ პერიოდში არის ყოველთვე მზადება ორსულობისთვის. როდესაც ოვულაცია უნდა მოხდეს, ანუ დომინანტი გახდეს და ის ოვულაციაში შევიდეს, ანუ გასკდეს ფოლიკული და მოქცეს კვარცხლბეკი, ამას ჭირდება ისეთი ენერგია, რომ ეხლა აქედან ბათუმში რო ჩავიდე ფეხით. წარმოგვიდგენთ და თქვენ როცა ამას კვებას არ აძლევთ სწორს, ანუ ატყუებით ეს პროცესები ხდება ორგანიზმში. რა თქმა უნდა. იცი რა მეინტერესებს, შესაბამისად ისმის რა თქმა უნდა, შესაბამისად უჯრედი, რომელსაც არის სულ ოქსიდაციურ სტრესში, ანუ უჟანგბადობა, უენერგიობა, იმის შესაბამისობა, რომ გაიზარდოს, მოქცეს კარგი გარეგნობა, მოქცეს კარგი უჯრედი, იყოს მენსტრუალური ციკლი კარგი, იყოს თუნდაც სრულფასოვანი ორსულობა, იქ შესაბამისობა აღარ არის. და აქედან გამომდინარე მე ყვირივართ, რატო დაგვერგვა ციკლი, რატო გვაქვს აკნე, რატო გვაქვს თმიანობა, რატო გვაქვს ჭარბწორიანობა და საბოლოო ჯამში დავდივართ ენდოკრინოლოგი, გინეკოლოგი, კარდიოლოგი და პრობლემა დგას ზუსტად იმაში, როგორც თქვენ პირველი კითხვა დასვით, როდის უნდა დავიწყოთ ამაზე ფიქრი, როდესაც დაიბადა ბავშვი და როგორ უნდა ჭამოს დედამ და შვილმა ერთად. და აი გასაგები ხარ თქმელეული ეს პროდუქტია, რომელზეც არაერთხელ გვისაუბრია რა თვისებების მატარებელია, მაგრამ ისმის შეკითხვა. თუ არსებობს პროდუქტები, რომელმაც შესაძლებელია ჩვენი ახალგაზრდობა გაახანგრძლივოს? არ ვიცი, ანტიასაკობრივი პროდუქტები არის ესეთი ჯადოსნური. ეს არის ბალანსირებული ცილოვან ნახშირწყლოვანი კვება, ბალანსი. არც ნახშირწყალი არის, ანუ ნახშირწყალი ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია, როგორც გითხარით, იმის გარეშე ჩვენი ენერგეტიკული დეფიციტში ვართ. ნახშირწყალი უნდა იყოს რთული ნახშირწყალი. შესაბამისად, ბალანსი რა არის? ეს არის ცილა, ეს არის ნახშირწყალი, ეს არის ცხიმი და თეფშზე რო დაინახავს, უნდა იყოს ცისარტყელა. ანუ უნდა ხედავდეს ბავშვი ამ ყველაფერს ერთად. ასე რომ ამაში არის ზუსტად ეს აზრი, რომ რასაც ჭამთვის ვართ. ვიკითხე, რომ ადამიანების ის ჯგუფი, რომლებიც ძალიან ბევრ ბოსტნეულს და ხილს ჭამდნენ, გაცილებით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდნენ, შემდეგ გარკვეული წლების მანძილზე. რა თქმა უნდა, ჯანსაღი კვება მარია მაიცის ნამდვილად. ბოსტნეული და ხილები. თავად ხოდებს ამ ბოსტნეულში და ხილს. თავარი გამოხატულება ერთ-ერთი, როცა უკვე ქალები უფრო გრძნობთ, რომ ასაკში შევდივართ, ეს არის მენოპაუზის პერიოდი. აი ამ პერიოდში რას ურჩევთ ქალბატონებს, რა პროდუქტები მიიღონ უფრო მეტად, როგორ ბოლო პერიოდში არის საუბარი იმაზეც, რომ გარკვეული სხვადასხვა ჩარევებით ხდება ამ მენოპაუზის გადავადება. აი რას გვირჩევთ ამასთან დაკავშირებით? როდესაც პერიმენოპაუზას შევეხები, იქამდე სანამდე მოვა მენოპაუზა, ეს არის 7-10 წელიწადი, იქამდე სანამდე ბოლო მენსტრუალური ციკლი არის. ანუ როცა ბოლო მენსტრუაცია დამთავრდა, 1 წელიწადი ამის შემდეგ არის მენოპაუზა. იქამდე არის პერიმენოპაუზა. თქვენ კითხვაზე გავცემ პასუხს. ჯერ პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, რისი დეფიციტია ორგანიზმში. დღევანდელ დღეს ძალიან კარგი კვლევები არსებობს, ეს არის მაგნიუმი, ეს არის ელექტროლიტები, ეს არის D ვიტამინი, ცილის რაოდენობა. ანუ ყველაფერს ვაჯამებთ, რა თქმა უნდა, რკინის დეფიციტი ძალიან ბევრია ქალბატონებში, განსაკუთრებით პერიმენოპაუზასაც ეხება ეს, იმიტომ რომ აქ არის მენსტრუალური ციკლი დარღვეული, შეიძლება იყოს ძალიან ჭარბი მენსტრუაცია და რკინა დეფიციტში იყოს პაციენტი, რეალურად ის იყოს მერე დაღლილი, ქრონიკულად მუშაობის უნარი დაქვეითებული და როდესაც კიდევ ლაპარაკობ საკვერცხეს სწორბრძანებთ, როდესაც ამ მინერალების დეფიციტია, ვიტამინების დეფიციტია, ცილის დეფიციტია, ის საკვერცხე ვერ აკეთებს იმის საშუალებას და საბოლოო ჯამში ორგანიზმი რას აკეთებს? ანუ დიზადაპტაციაში გადადის, ანუ იმას აღარ შეუძლია. მენსტრუაცია ხო არის რობოტი. მას ხშირად გონიათ ხოლმე, რომ ეს ფიზიკური პროცესია. უნდა იყოს, ეს არის უდიდესი და ესე უდიდესი მზაობა ორგანიზმის კიდევ და კიდევ ორსულობისთვის. და თუ ჩვენ აქ დეფიციტში შემოვედით, მაგნიუმის დეფიციტი გვაქვს, თუთის დეფიციტი გვაქვს, D ვიტამინის დეფიციტი გვაქვს, რკინა დეფიციტი, ოღონდ რკინა არ გამოიკვლევა მარტო სისხლის საერთო ანალიზით, იქ ფერიტინი უნდა ინახოს, რკინა უნდა და ეს ყველაფერთან ერთად გინეკოლოგი, თერაპევტი აჯამებს ამას და ხშირად არის ხოლმე კიდე ამას ჩავიტყვი, როდესაც მითქვია, რომ აქ არის განლევისკენ წავიდა საკვერცხე, რას ნიშნავს განლევა? რაოდენობა ფოლიკულების შემცირდა, კიდევაც ანტიმიულერი შეიძლება, ეს არის ჰორმონი, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას, რამდენია რესურსი, მაგრამ ამ ქალბატონმა ჩართო
ეს მექანიზმი, კვება, რეჟიმი, ფიზიკური აქტივობა, მინერალების, ანუ ყველანაირი კვებითი ეს ხელშემწყობი ციკლი შუქნიშანი, როგორც ჩემი უსაყვარლესი ქალბატონი მალაზონი ამბობს ხოლმე კვებითი შუქნიშანი, იმიტომ რომ ამის გარეშე არ შეიძლება აბსოლუტურად ხდება გადავადება მენსტრუალური. ბოლო მენსტრუაციის, ანუ მენოპაუზის და დავადასტურებ იმით, რომ რაც ხშირად დავდივარ მაღალთიან რეგიონებში და იქ ხვდები ქალბატონებს, რომლებიც ასაკში არიან 83 წლის, 84 წლის, სულ ვიყავი გაკვირვებული, როგორ ახერხებენ და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე ჯაფა აქვს, ფანტასტიკურად გამოიყურება მათი სახის კანი. აი, ყველას შეამჩნევ. და კითხე რჩევები. ჯანსაღი საკვები, აი, ჰაერი და ფიზიკური ეს ჯაფა, რომელიც თავისთავად ძალიან დამღლელია, მეორეს მხრივ დიდხანს უხანგრძლივებს ახალგაზრდობას, პირიქით ენერგიას მატებთ, მათ სუფთა საკვები აქვს და სუფთა ჰაერი აქვს და რეალურად ჯანსაღ გარემოში ცხოვრობენ. მიუხედავად იმ ყველა სირთულისა, რომელიც სოფელში ცხოვრებას თანდებს და ნათელი მაგალითი გახდა ჩემთვისაც, რომ ქალბატონები იქ გაცილებით უფრო ჯანსაღად და ლამაზად გამოიყურებიან და უფრო დიდხანს იხანძლებენ ახალგაზრდობას. და მნიშვნელოვანია კულტურა თავის მოვლის და ცოდნა იმისა, რომ უნდა მივაკითხოთ ექიმებს სხვადასხვა ანალიზები. მე ძალიან დიდ რომ ჩავრთოთ ეს ჩვენი შუქნიშანი, რომელიც ასე მნიშვნელოვანია, ხო? და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კვებით შუქნიშანს რომ ჩავრთავთ, დაგვეხმარება იმაში, რომ დროის დინება, ასე ვთქვათ, გადავაბადოთ ცოტა ხნით მაინც. გავახანგრძლივოთ ახალგაზრდობას. კარგი.